მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დავაგრძელებთ ავატარს, ჰაერის უკანასკნელ ბრძანებას. დღეს უნდა ნახოთ მესამე სეზონის მეექვსე სერია. წინა სერია იყო საკმაოდ კარგი. მე მაგალითად მომეწონა. მოკლედ რა გამოვიდა? სუკო აზულა მეიდა დაიწყავდნენ ასასურებლად, ანგს თავს დაესხა, ანგს და ანგის გუნდს თავს დაესხა ის რკინის კაცი, როგორც ტოფმა უწოდა და დროებით გავაკეთეთ. ახლა რა მოხდება? ასე მარტივად რა თქმა უნდა თავს არ დაგვანებებს, ფაქტობრივად როგორც ის იყო, რა ქვია, ტოფის გამტაცებლები იყვნენ, ეგრე არის ახლა ესეც. თუმცა ეს უფრო სერიოზულად ამას მართლა ეს უნდა მოკლა უნდა ანგის. ნახოთ რამდენად გამოუვა, საკმაოდ ძლიერი კიჩენს. რა მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი შესავალისთვის. დღეს ერთ სერიას ვუყურებთ, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, იმიტომ რომ უბრალოდ წინა ვიდეოში არ თქვი, რომ ან წინა ვიდეოში ხო ერთ სერიას ვუყურებთ და დღესაც ეგრე მოგვიწევს, იმიტომ რომ დროის ფაქტორი. კაი, ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი, მესამე სეზონის მეექვსე სერია, 3-2-1 დავიწყეთ. მოდით, ამჯერად ინტროს გადავახოთ. პირველად ვაკეთებ ასეთ რამეს. როკუ გავაჩნდება ამ სერიაში? იქნებ? კი. გადარდებს. ჩვენ ყველა ვიცით რომ გადარდებს. ავატარი და ცეცხლის ბატონი. ჟა? ასე მომენტალურად ზაფხულის ნაბუნიობის დროს სერია ახლახანს დავიწყეთ და რა ის როკუ რა ხდება? არ არსებობს ანგისგან წერილი რა? არ მითხრათ რომ როკუ უამბოა ამის ყველაფერი და მერე ანგი წავიდა ზუკოსთან. არ მგონია ანგი ვერ შეღწევდა სასახლეში. ასობით სახლი დგას. უბრალოდ ყველაფერი ფერფლად გადაიქცა. სასახლის მხატვართან შეხვედრა ნაადრევი არასდროს არის სუკო. გარწმუნდი რომ კარგი რაკურსით დაგხატავს. შეიძლება ოზაის განმაცემას. კარგი რაკურსით დაგხატავს. ჩვენს დიდ ბაბუაზე რა მიგახსოვს? სუკო, გონება ძალიან უცნაურად გიმუშავებს. რა თქმა უნდა, ომი ცეცხლის ბატონმა სოზინმა დაიწყო. ახალგაზრდობაში ომისთვის საიდუმლო ემზადება. სოზინმა. ის იმ კომეტას ელოდა, რომელსაც მოგვიანებით სოზინის კომეტა დაარქვეს. მან კომეტის ძალა მსოფლიოს დასაფლავად გამოიყენა. როდესაც გარდაიცვალა ძალიან მოხუცი და წარმატებული კაცი იყო. მაგრამ როგორ გარდაიცვალა? სკოლაში არაფერი გისწავლია სუკო. ძილში შვიდად გარდაიცვალა. იქნებ ძილში არა? სადაც რითი ვიწყებთ სერიას და რა უნდა დრაკონი ისევ. დრატო დაუბრუნდა ანგი თავის სპორტას. გამარჯობა როკუ. ეს რას ნიშნავს? არ დაწვა. ცეცხლის ბრძანების საიდუმლო ისტორიას ინახავდა. ის დრაკონის ძვლების კატაკომბებში. ვისგან არის წერილი?
სოზინი ხო? თუ ოზაის სახეა. მაგრამ არ მგონი ოზაის კატაკომბებში რა უნდა. დრაკონი. პრინციპში ხო, იმიტომ რომ ოზაი ისა როკუს ხო დრაკონი ყავდა რო თავის ცხოველად. ეს ჩვენი საერთო წარსულია. მოგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება ვერაფერს გავაკეთე, მაგრამ იმ დროზე ვთქვი, როდესაც ყველაფერი ყველაფერი იყო. ჩემი მეგობრებსაც ეს როკუა? სოზინი ყובה. როკუს კი გავს. ისე რომ გავიმარჯვე როგორ. ხუმრობ, ყველაფერი ხის ფესვების დამსახურებაა. ხოჭა. ცეცხლის ბატონ სოზინთან მეგობრობდით? მაშინ პრინცი სოზინი და ჩემი საუკეთესო მეგობარი. გადავთ. პრინცი სოზინი და ჩემი საუკეთესო მეგობარი. სიყვარული ძნელია, როდესაც ახალგაზრდა ხარ. დიახ, მესმის. არი დაბო. ყველაფერი უკეთ იქნება. წამომყევი. წვეულებაზე უნდა წავიდეთ. ოიცადეთ, ეს ვისი წვეულებაა? მე და სოზინს ბევრი საერთო გვქონდა. დაბადების დღეებსაც კი ერთად აღნიშნავთ. სოზინი და როკუ მეგობრობდნენ. კარგი. მამა ჩემს რამე დაემართა? არა, უფლისოა სოზინი. თქვენ გამოაღვართ. მოვედით რათა შემდეგი ავატარის მიღება გამოვაცხადოთ. ჯერ არ იცოდნენ? თქვენ სამსახურში ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია, ავატარო როკუ. და სოზინიც როგორი წავსვე. მალე ის დღეც დადგა, როდესაც ჩემს მეგობარ როკუს ცეცხლის სამეფო უნდა გაეტოვებინა და ავატარის ბედს გაჰყოლოდა. მსოფლიოს გარშემო უნდა ემგზავრა, რათა ყველა ელემენტს დაუფლებოდა. გამარჯობა, კარგი ჩალაგებული. ახლა ეს როგორ მოქმედებს? ანუ ან ჰაერს ბრძანებელია და ჯერ წყალს უნდა დაეფლოს, მერე მიწას, მერე ცეცხლს და როკუს შემთხვევაში როგორ? ჰაერი წყალი და მიწა? თუ წყალი მიწა და ჰაერი? მითხრეს, რომ ამ პლატნიური მიხედვი აღარ დამჭირდებოდა. ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გამომართვე. იმედია ამის წაღების უფლებას მოგცემ. ეს სამეფო ნივთია. ეს ტახტის მემკვიდრეს უნდა ჰქონდეს. მინდა შენ გქონდეს. ავატარი როკუ. სულების სამყაროში ბაზარები არ აქვთ? ნამდვილად ხრეთის ჰაერის ტაძარს მივუახლოვდით. ჩემი ავატარული მგზავრობის დროს პირველად აქ გავჩერდი. ჰაერის მართვას აქ დავეუღლე. და შენი ძველი მეგობარი ბერი გიაცოც აქ გავიცნობ. გიაცო. შეუძლებელი. გიაცო, კიდე ახალი მოძრაობა გაჩვენა. ანუ ჯერ ჰაერი გასაგებია. მე წყალი და მერე მიწა. ვერ ვიჯერებ, რომ აქამდე ვერ მოვიფიქრე. ვაუ. საოცრება. ვერ ვიჯერებ, რომ ბერ გიაცოსთან თქვენც მეგობრობდით. ზოგჯერ მეგობრობა იმდენად ძლიერია, რომ სიცოცხლის შემდეგ კი. შემდეგ სიცოცხლეში უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. მას შემდეგ რაც ჰაერის მართვას დავეუღლე, ჩრდილოეთის წყლის ტომში გამიგზავნე. წყლის მართვა ჩემთვის განსაკუთრებულად
ნუ დაახლოებით ეგრე იყო ჩვენთვისაც. დროთა განმავლობაში ესეც ვისწავლე. მაგრამ ჩვენ უფრო მიწა გაგვეჭირდა. პრინციპში წყალი და ცეცხლი ხო ერთმანეთის საპირისპიროა, ამიტომ ლოგიკურია. ეს როგორც მასწავლებელი როგორც ჩანს. სამეფოში გადავედი. მიწის ფორმა უხდება. ჩემი მიწის მართვის მასწავლებლის სადი ძალიან კაცრი. ჯიუ მოეცა. და უხეში. შემთხვევით ის ხო არ არის ინტროში რობა. დავმეგობრდით. და მაინც დღეს გადავწყვიტე ინტროს გადახვევა, წარმოგიდგენიათ? რთული იყო, მაგრამ შედეგი ამ ყველაფრად ღირდა. უკვე 4 ელემენტს მართავს. გავიდა სანამ ჩემს მეგობარს ისევ 12. შეეცაც როგორ დაბრუნდა, ის ჩამოყალიბებული ავატარი იყო. ეს კი. მაშინ მეც შევიცვალე. სოზი, თუ ცეცხლის ბატონი უნდა გიწოდა. როგორც ეს იქვე შევდომები ჩემ წინაშე ფიციფრია. შენ გამონაკლისი ხარ. კაი. მეთქი უკვე შეიცვალა. რამდენი წლის შემდეგ მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. რამდენი თუმცა რაღაც მოხდა თქვენ შორის. როკო, ეს გოგო არც კი გამჩნევდა. ეს ტამინია. ჯიუდი ვიყავი. ნამდვილი სიყვარული თავის გზას ყოველთვის პოულობს. თუმცა ქალებთან ურთიერთობაში არც ავატარობა გიშლის ხელს. ხო. დღეებში მომავალს ოპტიმიზმით და ხალისით შევუყურებდით, მაგრამ ნათელ მომავალზე საკუთარი წარმოდგენები მქონდა. უკაცრავად, შეიძლება ერთი წუთით წავიყვანო. ტრადიციის მიხედვით მისი წაყვანა არ შეიძლება, მაგრამ არ აუშავს. რელიზი მოამზადა აჭარანეტ.com-მა. რაზე პოულობ? ბოლო დროს მსოფლიოს მდგომარეობაზე ბევრს ვფიქრობ. სოზი, დღეს ჩემი ქორწილია, ნამცხვარი მიირთვით. ვინმეს ეცეკვე, გამხიარულდი. ვიცი, მაგრამ მომისმინე. და ახლა რომ ცეცხლის ბატონი უნდა ყოფილიყავი. არ ვიცოდი, მაგრამ შენი ბედი ავატარობა ყოფილა. ბედის საჩუქარია, რომ ერთმანეთს ასე კარგად გაერთიანებას შესთავაზებს, მაგრამ როგორც გეგმა არ მოეწონება. ახლა ჩვენი ერი მშვიდობით და კეთილდღეობით იკვდება. ჩვენი ხალხი ბედნიერი და ბევრ რამეში ბედი მწყალობს. ამით ისიც გვაქვს. ბევრი ვიფიქრე. ის რომ და მეთქი რომ ჩვენი დავიბატონოთ. უნდა გაუზიაროთ. აჰა. ყველაზე წარმატებული იმპერია ჩვენს ხელშია და მისი გაფართოების დრო დადგა. მოთხიერი ასე უნდა ცხოვრობდეს. როგორ ჩვენ შესაძლებლობებზე არც კი დაფიქრებულდა. შესაძლებლობები არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით აღარაფრის მოსმენა მინდა. ჩემი როგორც ავატარის პირველი ნამდვილი გამოცდა იყო. აჰა, ნამდვილად. წლის შემდეგ გავიგე, რომ სოზინი ამ გეგმაზე ფიქრს აგრძელებდა, თუმცა გავაფრთხილე. კი, სოზინი ასე მარტივად არ დანებდებოდა. კი. უკვე დაუყრია მიწის სამეფო. მიწის სამეფოს ტერიტორიის ოკუპირება როგორ გაბედე? შენ ცეცხლის სამეფოს მოქალაქე, ცეცხლის ბატონთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ? პირველ რიგში საკუთარი ერის ერთგული უნდა იყო. თორემ მოღალატედ იქცევი. არ გინდა სოზი. ნუ მიწვევ. ეს ცუდად დამთავრდება. ყველაფერი დასრულებულია. კი. როგორც ამით ვერ მოვგებ. ცნობისთვის როგორ უკვე ყველა ელემენტს ფლობს. და ამის შემდეგ არის ალბათ ხო კომეტის ძალას რო მიიღებს. დაგინდობ სოზი. ჩვენი მეგობრობის სახელით ვიშვებ. მაგრამ გავფრთხილებ. თუ ზღვარს გადაცდები,
შენი აღსასრული დადგება. ზღვარს განაცდა. ამ დაპირისპირების შემდეგ რამდენი ხანი დაგვრჩა მონახოთ? კიდე კაი ხანი. მანძილზე აღარ ვინახავს. არ მინდა რომ სერია დამთავრდეს სიუჟეტი ითხრათ. იარ ჩემს სახლში რამდენი წელი გავიდა? მე შინაგანს გავაკონტროლებდი, როგორმე. წავედით. ნუ აშკარა ახლა მარტივად არ დანებდებოდა. დრაკონი რა თქმა უნდა. როგორ ძლიერია, როგორმე მოგვარებს ამ პრობლემას. ვაჰ, როკუს კუნძული ჩემგან ასობით მილის მოშორებით იყო. როკუს კუნძული. ცნობდი როგორ ზანზარებდა და შავ გვამს არა, თავისი კუნძულიც ჰქონდა, როგორც კიოშის. არასდროს მინახავს. ნაკუე ცოტა ხანში შესული არის. ნუ ამ იმაში გულისხმობ რა, ამ პერიოდში. ვულკანის სამოფრქვევა რა თქმა უნდა. ერთხელ კი ვნახეთ ვულკანის სამოფრქვევა იმაში. პირველი სეზონის მე-15 სერიაში. ეს საოცრებაა, რომ ვულკანს ებრძვით და იმარჯვეთ. სამწუხაროდ ჩემი წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა. ხო, მე ვერაფრით მივიყვანდი. ეს უკვე ძლიერი ტალღა. ცოტა ისევ ჰაერი მივაშველოთ, მიწაც, სტიკიასთან ბრძოლა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ახალწყალი. სანამ სულ თქვამიყო, ვულკანის მომწამლელი გაზი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ვულკანის გაზი. ყველაფერი რიგზია, ხე? გაფრინდი. მე კარგად ვარ. ავატარის მდგომარეობა. ეგ კი აღარ გამხსენებია. და განადგურდა ხო კუნძული. დაგეხმარო მეგობარო. სოზი? გასაკარგი დრო არ გვაქვს. აჰა. ვაუ, სოზი. ვაცა. რა? ყვავილის ელემენტი თუ რა არის ეს? რა წამოვიდა? ელემენტების სვენა. როგორ გადარჩენს ხო? შხამიანი აირი არ შეისუნთქვა. როკუ. კი. ხო თქვა რომ სმეთის მე შხამიანი აირი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდაო. გთხოვ. უშენოდ ჩემი გეგმების განხორციელებას შევძლებ. ჩემი წარმოდგენები მაქვს, როკუ. და სოზნი გაიქცა.
ნუ არა, როკო არ დადებდება. არ მითხრათ რომ როკო არსებობდა. არ არსებობს, კიდე სოზინთან უწევს ბრძოლა. ფრენგი გაწირავს სიცოცხლეს. ეს ვინ არის? მოიცადეთ, ეს მე ვარ არა? რა? ჩვენი წარსული გაიზიარე და სამყაროში მშვიდობის და როკო არსებობდა? არ გადავრიოთ. როდესაც როკო გარდაიცვალა და დიაგნოზი დააბრუნდა, ვიცოდი რომ შემდეგი ავატარი ჰაერის ტომში დაიბადებოდა. ამიტომ ჰაერის ყველა ტაძარი გავანაცვლიე. აუ, ხო. დარჩენილი ცხოვრება მის ზებნაში დავკარგე. ვიცი რომ ცეცხლის ერის უდიდესი საფრთხე და ჰაერის უკანასკნელი ჯადოქარი. სადღაც ანკი. შეუძლებელია სულ ეს იყოს. დაგერჩენი სად არის? კიდევ აქვს რაღაც გასარკვევი. აიროსთან მივა? ეს შენ გამოაგზავნე ხომ ასე? სხვათა შორის ასეთი სათაური უნდა ჰქონდეს. ისტორია რომელიც ისედაც ყველა მიწის. მარაჩი ეწედა რომ ჩემი დიდი ბაბუის გარდაცვალების შესახებ უნდა ვიცოდე, მაგრამ ამის ბოლოს ის უცოცხალი იყო. არა, არ იყო. რაზე ლაპარაკობ? გარდაიცვალა. დიდი ბაბუა ყავდა უფლის სულოს უკო. სოზი მაშინის ბაბუა. ხოლო დედაშენის ბაბუა ავატარი როკული. ამას რატომ მეუბნები? იმიტომ რომ შენს დიდ ბაბუებს შორის ეს შენს თავთან გამართული ბრძოლის გაგებაში დამიხმარე. კი. მაშინ რომ ვიკითხე გახსოვთ? ავატარს რატომ ნახულობდა? და ის დრაკონები. ცისფერი დრაკონი სოზინის და წითელი როკუსი. ის რაც დიდი გადაობთ. შეიძლება გამოსწორდეს. ამის გამოსწორება შენ შეგვიძლია. ეს შენი მემკვიდრეობა, ოჯახისა და ცეცხლის სამეფოს ცხოვრების გამოსწორება მხოლოდ შენ შეგვიძლია. სამყაროში წონას ძალა დაიბადა. აი თურმე რა მნიშვნელობა აქვს ახლა ზუკოს. ნამდვილი მნიშვნელობა ავატარის ისტორიისთვის. სამეფო ნივთია. ამას ტახტის მემკვიდრე უნდა კი. იმის თქმა გინდა რომ მას შემდეგ როკომ და სოზინმა ერთად გავავშტერდები ახლა. გამოიჩინა სოზინმა ასე უხალა და გონი ამ ხალხს ხალატის სისხლში აქვს. არა, ასე არ არის. არა მგონია რომ როკუ ამას გულისხმობდა. მაშინ ისე თქმა უნდოდა. საზინის მსგავსად როკუც ცეცხლის სამეფოდან იყო, ხომ ასეა? ეს ისტორია ამტკიცებს რომ დიდი სიკეთე და დიდი ზუკოზე კიდევ მოშფრება. ცეცხლის ბატონი და ცეცხლის ერიც შანს ყოველთვის იმსახურებს. კი, მოსტაბოს როკუს ცეცხლის ბრძანებელი იყო. ფიქრობ მეგობრობა ერთი სიცოცხლის შემდეგაც გაგრძელდება? კი? ეგრე გამოდის. მეცნიერულად თუ ვიმჩნევთ, ვერავინ დაამტკიცებს რომ ზოგა უბრალოდ ხელი ჩამიგდა. ნამდვილად. ეს იმას ხარ არის მინიშნება რომ ჩვენი გუნდი მომავალშიც იქნება ავატარის მეგობრები, უბრალოდ როგორ თქვა, კორას მეგობრებიც იქნებიან, მაგის თქმა, იმიტომ ყველა კარგად ვიცით რომ ანგის შემდეგ ავატარი სწორედ კორაა. ეს რომ ამის ნიშანი იყოს გადავირევი. ესე იგი ეს იყო ავატარი. ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. მესამე სეზონის მე-6 სერია. ავატარი და ცეცხლის ლორდი. თუ ცეცხლის ბატონი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს რა იყო? არა, ფინალმა რა თქმა უნდა დააგვირგვინა. მე საერთოდ არ ველოდებოდი აქ ავატარის როკუს ისტორიას და სოზინის კიდე. მე მეგონა უფრო მესამე სეზონის მეორე ნახევარში გავიგებდით, მაგრამ ახლა
ტელეფონი გამეთიშა და ახლა მომიწევს გაგრძელება. გაგრძელება რა? დაწყება. რითი დავიწყო არც კი ვიცი. ზუკოს დიდი ბაბუა არის როკუ. ამით შეიძლება აიხსნას ზუკოს სიზმარი, პირველიც ლურჯი და წითელი დრაკონებიც და სწორედ ის რომ ლურჯი იყო ბოროტ, ანუ ლურჯი უბიძგებდა არასწორი არჩევნისკენ და წითელი სწორისკენ, რადგან წითელი ეკუთვნოდა როკუს და ლურჯის ოზინს. და მეორე სიზმარიც, სადაც თავს ხედავდა ავატარად, კი საღადაოდაც იყო გაკეთებული, შეიძლება იმ დროისთვის საღადაოდ მომეჩვენებდი, მაგრამ თვლიდი რომ რაღაცა იმალებოდა მაინც მნიშვნელოვანი ამაში. და მართალი ვიყავი. თავიდან ვიფიქრე რომ ანგი და ზუკო დეიდაშვილები იყვნენ, რომ ზუკოს დედა და ანგის მამა იყვნენ და-ძმანი, მაგრამ ჩემი ეს თეორია აღმოჩნდა მცდარი. ზუკოს დიდი ბაბუა იყო უпростоრად ყოფილი ავატარი. ანგი, ისა როკუ, მაგრამ ანგი დაკავშირებული არის ზუკოსთან მაგით. არ ვიცი პირდაპირ როგორ ხდება ეს ნათესავებად ითვლებიან თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს ფაქტი ცოტა არ იყოს მთელ სერიალს ცვლის. შეიძლება ძალიან ვუღრმავდები, მაგრამ ამით შეიძლება აიხსნას ისიც თუ როგორ უნდა დაასიძალიან, რატომ უნდა დაასიძალიან ავატარის დაჭერა და რა თქმა უნდა რომ მეორე სეზონის მე-18 სერიაში ფაქტობრივად ომი რომ ჰქონდა თავის სხეულში. თავის მეორე მესთან. მეორე მესთან არაც უნდა ჭრეს, ალტრეგო კი არ ჰქონდა. უფრო რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო რა, რომელ მხარეს იქნებოდა. სამწუხაროდ ჯერჯერობით მათ მხარეს რომ ეთქვა აიროს მანამდე რომ როკუ იყო ბაბუა მისი, უბრალოდ დიდი ბაბუა. შეიძლება და კიდე შეცვლილიყო, მაგრამ რავი, რომ უკეთით სისმე თუ მკითხავს და როგორც ჩანს სწორად მოიქცა. ალბათ. ანგმაც გაიგო ეს ამბავი, ის კი არ გაუგია რომ ზუკოს დიდი ბაბუა იყო როკუ. რომ გაიგებს დარწმუნებული ვარ, გადაირევა. ფინალური სცენა ძალიან მომეწონა, მეგობრობაზე რომ ლაპარაკობდნენ, თან განსაკუთრებით ტოპმა აღნიშნა რომ შეიძლება თუ არა რომ სხვა სიცოცხლის იქითაც გრძელდებოდეს მეგობრობაო, ვიცით გიაცოს და როკუს და ანგის შესახებ, მაგრამ საკითხი ისაა რომ კორასთან ხომ არ იქნებიან ზოგ-ზოგიერთები, ჩვენი გუნდიდან. იმიტომ რომ ვიცი რომ კორაში რამდენიმე ცოცხალია, არ ვიცი ვინები არიან ცოცხლები. არ მგონია რომ ყველა ანგის გარდა ეგრე არ იქნება. რომ ყველა ვარიანტში მკვდარია, მაგას გარანტიას გაძლევთ. ზუკო, კატარა, სოკა, ტოფი. ესენი კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ ყავს. რავი, მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს და მინდა მალე ვნახოთ რა კორა, მაგრამ ამავდროულად ანგის დამთავრებაც არ მინდა. თან ვიცი რომ კორა ანგზე უარესია, როგორც უმეტესობა მეუბნება. ამიტომ მაგრამ თან ანგსაც უფრო მინდა რომ ჩაუღრმავდე და უფრო უკეთესად მინდა და უფრო დიდი ხანი დავუწყობდი მაგის ყურებას. და ჩაუღრმავდებით ისედაც ბოლო სერიებისკენ, აგერ მესამე სეზონის მეორე ნახევრიდან უფრო ისევ უყურებ და კიდე შორტსი გვაქვს ნანახი, საყურებელი უბრალოდ ნანახი. 3 შორტი არის მგონი იმისი ავატარ ჩიბი ასე ქვია, ავატარ ჩიბი ვერსიები, ოღონდ არ ვიცი შეიძლება თუ არა ახლა ყურება. მაგას გამოვიკითხავ ხა სამეგობროში, უმეტესობას ჩემი სამეგობროდან ავატარი ნანახი აქვს. და კითხავს თუ შეიძლება ამ წუთას. შორტსი შეიძლება არ ქონდეს ნანახი, მაგრამ 15 წუთს გამონახავენ რა მოხდება. და გავარკვევ. ყოველ შემთხვევაში ფინალურ 4 ნაწილამდე ყველა ვარიანტში უნდა უყუროთ. იგივე ჭირს ახლა Gravity Falls-ის შორტებზე,
არ ვიცი რა მომენტში ვუყურო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ფინალამდე უნდა ვნახო. მე პირველი სეზონის საპილოტო სერია ხო ვნახეთ და პირველი სეზონის შემდეგ ხა მესამე სეზონისაც ვნახავთ. მოკლედ ეს იყო რაც იყო. და რა თქმა უნდა აირო მისკნა გადასცა თვითონ ზუკოს ეს წერილი და ესე იგი აიროს გამოსვლა შეუძლია ციხიდან. ეგრე გამოდის. თორემ როგორ გადასცემა სხვანაირად. შეიძლება ვიღაც ყავს იქ თავისიანი, მაგრამ ვინ უნდა ჰყავდეს რომ დავკვირდეთ ახლა. გაიჯენდა მას. რაც არის იყოს. სერიაზე ზოგადად რო ვილაპარაკოთ, არაჩვეულებრივი სერია იყო. ერთ-ერთი საუკეთესო, ახლა ჩემი თავის მიკვის რატო აქამდე არ აღნიშნე. როკუს და სოზინის ისტორია, წარსული მათი მეგობრობა, რაც ამდენი ხანია ვითხოვ რომ როკუ თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ ცხოვრობდა, როგორ მოღვაწეობდა, როკუს ისტორია მოგვიყევით და მოგვიყვეს. თან ძალიან კარგი მეთოდით. და ეს როგორც ჩანს ზაფხულის ნაბუნიობა იყო. ზამთრის ნაბუნიობა ჰქონდა, ახლა იყო ზაფხულის. და მისმინეთ, ზაფხულია უკვე, კი ვერ მოვწვი აქამდე. ზაფხულია უკვე. ანგი უკვე უნდა ებრძოდეს წესით სოზინს. უკვე უნდა ებრძოდეს არა, უკვე ნელ-ნელა უნდა ემზადებოდეს ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ამ ზაფხულის ბოლომდეო, ასე თქვეს. უნდა დაამარცხოს სოზინი. სოზინი, ოზაი. ეს რთული კი იქნება. ცეცხლის ბრძანებობა ჯერ საერთოდ არ არის. მართლა ცხოვრებაში მარტო ერთხელ აქვს გამოყენებული და დროზე სჭირდება მასწავლებელი. არ ვიცი. აირო თუ შეძლებს გაქცევას ამ სერიებში, უეჭველი უნდა გახდეს ანგის მასწავლებელი. იმიტომ რომ მას სწორედ ასეთი მასწავლებელი სჭირდება, როგორც აიროა და ანგი თვითონაც ახლა უფრო დამჯერი იქნება ვიდრე ზუკო. ერთ დროს. ზუკო რასიზამს ვნახავთ, აშკარაა ჩვენ მხარეს გადმოვა, აშკარაა რასიზამს რა ქვია, აირჩევს უკეთეს გზას და აშკარაა ვნახავთ დაპირისპირებას ზუკოს და თუ მამამისსა რა აზულას შორის მაინც კი. ეს სიმართლე გითხრათ აზულა ცოტა მეწოდება. როგორც იქნა დავალაგეთ დაძმის ურთიერთობები და ახლა ისე უნდა უღალატოს. უბრალოდ ამ ჯერად ზუკომ უნდა უღალატოს რა ისე. და აირო ახლა აიროს დიდი პატივისცემა ჩემგან, იმიტომ რომ ისე მოექცე ზუკო, რა ვიცი, გაუჭირდებოდა ზუკოს პატიება, თუ აიროს არა ვინ ნებისმიერ სხვას ბიძას, ძმისშვილი ასე რომ მოქცეოდა, ალბათ არ აპატიებდა მთელი ცხოვრება. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა კი. აირო ოჯახია. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯერჯერობით და დიდი ალბათობით ბოლომდე ასე დარჩება, თუმცა ნახავთ. მომეწონა სერია ძალიან. ახლა დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ დასკვნითი ნაწილი 9 წუთზე მეტი გამომდის და რა ვიცი, მადლობა ყველას, ვინც ჩემი ვიდეოს უყურებთ. და გავიწყდეთ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და ლაიქება, არხის გამოწერა, ვისაც შენ გამოწერილი არ აქვთ, კომენტარების დატოვება და ზარის კლაკის გააქტიურება. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა მხარდაჭერისთვის, კარგად გრძელდეთ.